მე საფრანგეთიდან ვარ, საქართველოსა და თბილისში პირველად ჩამოვედი. მოულოდნელად სასიამოვნო იყო განსაკუთრებით ძველი ქალაქი. ხალხმაც ძალიან თბილად მიგვიღო და რა თქმა უნდა საჭმელი და ღვინო აქ შესანიშნავია. საფრანგეთში ჩვენს მოყავს ღვინო, თუმცა აქ ნათელია რომ ღვინის დიდი ისტორია არსებობს. ჩვენ გვყავს მეხუთე მემილიონე მგზავრი თბილისის აეროპორტში წლის განმავლობაში. რაღაც ციფრებიც ესე ვთქვათ სიმბოლურად დაემთხვა. როცა დავიწყეთ ოპერირება 2005 წელს, ჩვენ გვყავდა 540,000 მგზავრი. 2025 წელს ჩვენ გვყავს 5 მილიონი და ჩავხურავთ წელს 5 მილიონი 400,000 მგზავრით და 2025 წლის 5 დეკემბერს მეხუთე მემილიონე მგზავრი. ასევე აღსანიშნავია, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც წელს 1 მილიონი მგზავრი უკვე ოქტომბრის თვეში ყავდა და წელს ძალიან კარგი ციფრები გვაქვს. წელს ბათუმში ჩავხურავთ 1,200,000 მგზავრით, ხოლო თბილისში როგორც გითხარით 5,400,000 მგზავრით. ჯამში წელი 6,600,000 მგზავრით ჩაიხურება ორივე აეროპორტში. არის ძალიან პოზიტიური მატება. თბილისში გვაქვს 13%-იანი მატება, ბათუმში 30%-ზე მეტია მატება.